სიონის საპატრიარქო ტაძრის ლოლსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. დილამშვიდობისა მამა გიორგი, დაგულოცეთ. დილამშვიდობის მადლობა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლობთ მოწვევისთვის. ჩვენ როგორც უთხარით მაყურებელს ვისაუბრებთ სახარებაზე, რომელიც კვირას წაიკითხება ღვთისმსახურებაზე, თუმცა მანამდე გვინდა დღეს რამდენიმე წმინდანის სცენებაა, მათ შორის კეთილმსახური მეფე თამარის და წმინდა ბერ ალექს შუშანიასი, რომლებიც განსაკუთრებული წმინდანები არიან ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში მათზე გვინდა ვისაუბროთ. დიახ, უპირველეს ყოვლისა დავიწყებ წმინდა თამარის ხსენებით, ყველას გილოცავთ ამ დიდებული წმინდანის ხსენების დღეს. მოგეხსენებათ წმინდა თამარი გახლავთ პიროვნება მეფე ჩვენი ქვეყნისა, რომლის დროსაც ჩვენი ერი ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა, არა მხოლოდ ასე რომ ვთქვათ მატერიალური სახით ან პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ უპირველეს ყოვლისა სულიერი თვალსაზრისით და სწორედ რა თქმა უნდა თამარზე ძალიან ბევრია სასაუბრო, მაგრამ აი რამდენიმე წინადადებით რომ შემოვიფარგლოთ არის ის რომ მაშინდელი თამარის დროინდელი საქართველოს ასე უწოდებენ მას ძლიერება განსაზღვრავს სწორედ მისმა სულიერმა სიძლიერემ კერძოდ განსაკუთრებით გამოსახულია თავად წმინდა თამარის პიროვნება. მოგეხსენებათ ის გახლდათ გიორგი მესამის ქალიშვილი, ერთადერთი მაშინ საქართველოში აქამდე და არა მარტო საქართველოში, ზოგადად სოფლიო არ იცნობდა ფაქტობრივად ქალ მეფეს. არა დედოფალს, მეფეს. კი ბატონო, მეფედ იწოდება ის და ვიცი ჩვენ რომ მას შემდეგ რაც 1079 წელს ორბელთა აჯანყება ჩაახშო გიორგი მესამე, მან თანამოსაყდრეთ დაისვა თამარი და 1180 წლამდე ისინი ერთობლივად მეფობდნენ, ხოლო შემდგომ ამისა თამარი მარტო დარჩა. სხვათა შორის ამით როგორც უკვე აღნიშნეთ, ქალის მეფობა არ იყო მაშინ ასე თქვათ მიღებული და ზოგიერთმა მტერმა გადაწყვიტა რომ ამით ესარგებლა და პირველი ხანა თამარის მეფობის გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, იგივე მათ მოსთხოვეს მაგალითად თამარს მამამისის მიერ აღზევებული დაბალი გვარის წარმოადგენელთა ისევ ჩამოქვეითება, შემდგომ მოხდა ყუთლუარსლანის გამოსვლა, რომელიც კარვის დაარსებას ითხოვდა, რაც ნიშნავდა სამეფო ხელისუფლების ფაქტობრივად ძალიან შესუსტებას და თამარმა ეს ყველაფერი წარმატებით დაძლია და შემდგომ მან არაერთი შიდა თუ გარე ომი მოიგო, განსაკუთრებით გამოვყოფთ მის ორ ომს, შამქორის ბრძოლას 1195 წელს და 1203 წელს ბასიანის ცნობილ ბრძოლას, რაც აი ბასიანის ბრძოლის წინ ყველაზე მეტად და კარგად ჩანს თამარის სახე, როდესაც რუმის სულთანმა რუქნად-დინმა წერილი გაუგზავნა, ცნობილი წერილი თამარს, სადაც ის შეურაცხყოფას აყენებდა მას და ეუბნებოდა, რომ თუ კი დაემორჩილებოდა მას პირველ ცოლად დაისვამდა თუ არა და როდესაც დაიპყრობდა, მაშინ ხარჭად დაისაკუთრებდა, ეს ვერ მოითმინა ისტორიული წყაროს მიხედვით იქვე მდგარმა ზაქარია მხარგრძელმა, მაშინდელმა საქართველოს ამირსპასალარმა და სილა გააწნა მას და საინტერესოა თამარის პასუხი რუქნად-დინის მიმართ, რომელიც წერს რომ წავიკითხე შენი ღვთის განმარისხებელი წერილი რუქნად-დინო, მაგრამ შენ ეყრდნობი შენ ზალას, მე კი ვეყრდნობი ღმერთს და დაეღმერთმა განსაჯოს ჩვენ შორის გამარჯვებული და ვიცით რომ წინვალე გამარჯვებით იზეიმა თამარმა ცნობილია. ორი ისტორიული წყარო გვაქვს მის შესახებ, ერთი არის ისტორიული და აზმანი შარავანდეთანი, მეორე არის ცხოვრება მეფისა თამარისა და ორივე წყარო სეჯერებით თუ მოვიხმობთ, უნდა ითქვას ის რომ თამარი ყოველთვის ბრძოლის წინ ლოცულობდა. მაგალითად ცნობილია მის ვარძიაში, ვიცით მოგეხსენებათ რომ თამარის სახელს უკავშირდება არაერთი სამონასტრო კომპლექსის შენებლობა, მათ შორის დიდებული ვარძიისა და სწორედ აი ვარძიაში ღვთისმშობლის ხატის წინ ის ყოველთვის ლოცულობდა და ბრძოლის წინ და ცნობილია რომ მას არც ერთი ბრძოლა არ წაუგია, ყველა ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინა და როგორც უკვე მოგეხსენეთ, საქართველოს გახდა ძლევამოსილი სახელმწიფო. ეს შეიძლება ითქვას არის ფაქტია, რომ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო
ჩვენი ერის არსებობის ისტორიაში და არა მხოლოდ თქვა ბრძოლებით განითქმება თამარის სახელი თავისთავად ცხადია როგორც უკვე მოგახსენე მისი კეთილმორწმუნეობით მისი წყაროები არაერთხელ საუბრობენ მის ქველის მოქმედებაზე უშუალოდ თავად ქსოვდა მაგალითად ქლახაკთათვის გადასაცემ ტანსაცმელს და ასე შემდეგ და ის გარდაიცვალა ისი თქვენ ორი არ არის ზუსტი თარიღი ცნობილი არის ასახელებენ 1207 წელს 1210 წელს და ნუ ის უკარგად მოგხსენებათ რომ ჩვენ დღეს ზუსტად მისი საფლავი არ ვიცით. იქნება და საჭირო როცა იქნება გამოჩნდება. ასევე ალექს შუშანიას გვინდათ რამდენიმე სიტყვით დანოთ მამა გიორგი. ალექს შუშანია აბსოლუტურად განსხვავებული ეპოქის მოღვაწე გახლავთ მოგხსენებათ ეს მე-19 საუკუნის მოღვაწეა თუმცა ძალიან ღრმა განათლებისა და კიდევ უფრო ღრმა სულიერების პატრონი გახლავთ ის მოგხსენებათ სამეგრელოში დაიბადა, გაიზარდა ეს ძალიან მძიმე ეპოქაა ჩვენი ქვეყნისთვის მოგხსენებათ მე-19 საუკუნეები როდესაც რუსეთის ასე ვთქვათ ფლობელობაშია მაშინდელი ჩვენი ქვეყანა მორჩილებაში ალექსი გარკვეული პერიოდი ერის კაცობისას მიდის ტრაპიზონში ბიძამისი იყო იქ და შემდგომ ჩამოდის და მთლიანად ეძლევა სასულიერო ცხოვრებას მისი ცხოვრებიდან განსაკუთრებულია მისი ათონის მთაზე მოღვაწეობა ეს ის პერიოდია როდესაც ქართველები ცდილობენ ჩავიდნენ ივერონში მოგეხსენებათ ამ დიდებულ ქართულ სავანეში რომელიც მაშინ ფაქტობრივად უპატრონოდ იყო უკვე მიტოვებული ჩვენი ქვეყნის აუბედითი ცხოვრების გამო და ერთ-ერთი ვინც ცდილობს ათონის ივერთა მონასტერში ასე ვთქვათ გაცოცხლებაში მიიღოს მონაწილეობა ქართველთაგან არის სწორედ ალექს შუშანია თუმცა ის არჩება ათონზე ჩამოდის შემდგომ და ფაქტობრივად 1899 წლიდან ის ეძლევა განმარტოებით მოღვაწეობას, ანუ იკეტება ფაქტობრივად ოთახში, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, რომ მეორე მხრივ ის აგრძელებს საზოგადო მოღვაწეობას, რას გულისხმობთ. პირველი ის, რომ ის ეწევა ძალიან დიდ სამეცნიერო მოღვაწეობას, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქამდეც ის არაერთხელ დაინტერესდა ქართული ხელნაწერებით, ძალიან ხშირი სტუმარი იყო, მაგალითად გელათის ქუთაისში გელათის ტაძრისა, სადაც არაერთი ასე ვთქვათ ხელნაწერზე მუშაობდა და შემდგომ ესეც ცნობილია, რომ მასთან ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ ახალგაზრდები, თვით ათეისტებიც კი მოდიოდნენ მასთან, რომ რაღაცა მისი პიროვნებით დაინტერესებულნი, რომელნიც მისგან ისმენდნენ გარკვეულ ვთქვათ საკითხებზე მოსაზრებას და აი სხვა ძალიან საინტერესოა ერთ-ერთი ფრაგმენტი მისი ცხოვრებიდან, როდესაც მაშინდელმა ეგზარქოსმა გადაწყვიტა, რომ ქართული ენა აეგრძალა, ალექსი მას შეხვდა, როგორც წერია მის ერთ-ერთ ცხოვრებაში ჯვრით ხელში და გადასცა წერილი, რომელიც ათარგმნა ერთ-ერთ თავის მეგობარს და მან ეს წერილი, სადაც ის პირდაპირ თხოვდა ეგზარქოსს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა, რომ ქართული ენა გაუქმებულიყო კერძო ამ შემთხვევაში სამეგრელოში და რაღაც რუსული ენა შემოტანილიყო, ეს იქნებოდა იმ სამწყსოს ღალატი, რომელიც მას ღმერთმა ჩააბარა. აი ასეთი პიროვნება გახდა და ნუ შემდგომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ბოლოს ძიმესენმა შეიპყრო ის და ამსენი გარდაიცვალა და ის უდიდესი როგორც გითხარით წმინდანი გახლავთ დიდი მოღვაწე როგორც სასულიერო კუთხით ისე საერო მიმართულებით და აი ესეთი დიდებული წმინდანები ყავდა მათი მეოხებით ღმერთმა შეგვეციოს და გავუხმო. მამა გიორგი, როგორც ყოველთვის ყოველ პარასკევს ჩვენ მიმოვიხილავთ ხოლმე კვირას წესაკითხის სახარების თავებს და ვამცნობთ საზოგადოებას მოკლე შინაარსს თუ რისი მოსმენა მოუწევს კვირას წირვაზე და შეიძლება რომ შევახსენოთ მაყურებელს რა სახარების რომელ თავზე არის საუბარი და შინაარსი განმარტოთ. დიახ, დამდეგი კვირიაკე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანულ ცხოვრებაში ზოგადად, იმიტომ რომ იწყება უკვე დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი. მოგეხსენება თქვენ რომ დიდი მარხვა ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვათა შორის, ვინაიდან ის წინ უძღვის დღესასწაულად წოდებულ
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. შესაბამისად ეს მარხვა თავისი მნიშვნელობითა და სიმძიმით ყველაზე გამორჩეულია მარხვათა შორის. თვით ისე თქვენ რომ ტიპიკონიც კი იცვლება მარხვის პერიოდში და ეს არის ასევე ერთადერთი მარხვა, რომელსაც წინ უძღვის მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც 4 კვირას მოიცავს და ეს მოსამზადებელი პერიოდი სწორედ ეხლა იწყება. რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესია განამზადებს ადამიანს წმინდა მარხვისთვის იმ საკითხავებით, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ 4 კვირის განმავლობაში არის. ვინაიდან მარხვა არ არის ისე თქვენ რომ მხოლოდ საკვებისგან თავი შეკავება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს არის გონების ცვლილება, მეტანოია ბერძნულად, ანუ სინანული ნიშნავს სწორედ გონების ცვლილებას და პირველი რასაც ამ კუთხით ეკლესია ჩვენ გვამცნობს, ეს არის ზაქეს ისტორია. ანუ ეს კვირა იწოდება დამდეგი კვირა უბრალოდ ზაქეს კვირიაკეთ და შესაბამისად ეკლესიებში იკითხება სახარება ზაქეს შესახებ, მეზორე ზაქეს შესახებ მოკლედ ვიტყვით. ამ შინაარს და შემდგომ მთავარ აქცენტებს გამოვყავთ. ამ ესე იგი სახარების თანახმად, რომელსაც მხოლოდ ლუკა მახარებელი აღწერს, ლუკა სახარების მე-19 თავის პირველ 10 მუხლებში არის დასახელებული ისტორია გადმოცემული და აი ამ თხრობის მიხედვით მაცხოვარი შედის იერიქონში. თუ კი თქვენ იცით რომ მაცხოვრის შესახებ თქვენ 4 მახარებელი მოგვითხრობს, აი თუ კი კრებსითაც შევაჯამებთ მათესა და ლუკას ამ შემთხვევაში მათეს აღწერს თუ როგორ ჯერ იერიქონში შესვლამდე როგორ განყურავს მაცხოვარი ბრმას და შემდგომ ამისა ის შედის იერიქონში და უკვე იერიქონში მას ეგებება უამრავი ხალხი და ერთ-ერთი მათ შორის არის ზაქე, რომელიც ტანდაბალი გახლავთ და მას ძალიან სურს რომ მაცხოვარი იხილოს და მაგრამ თავისი როგორც უკვე მოგახსენეთ ფიზიკური მონაცემების გამო ამას ვერ ახერხებს და ის ადის ლეღუსულელზე, ასეთი ხე, ლეღუსებთა ჯიშის ხე, აი ამ ხეზე ადის და თამან დაინახოს მაცხოვარი. მაცხოვარი, რომელიც რა თქმა უნდა განკაცებული ღმერთია და ყოვლის მცოდნეა, ის მან გრძნობს და იცის მას ზაქეს შესახებ და ის მიუბრუნდება ზაქეს და ეუბნება რომ ზაქე გარდამოხედა მე ანუ გადმოდი შენ ხიდან, ვინაიდან მე დღეს შენთან უნდა მოვიდე. და რა თქმა უნდა გაოცებული და გაოგნებული ზაქე, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნავთ რომ მხოლოდ იმით იყო დაინტერესებული, რომ თვალი მოეკრა მხოლოდ და ამ დროს მას მაცხოვარი ეუბნება რომ მე შენთან მოვალ დღეს სახლში, დიდი სიხარულით და გარდამოდის ხიდან და მას ეპატიჟება სახლში. მას მიიწევს ასე თქვათ სუფრასთან, მაცხოვარი ჯდება ამ სუფრასთან და ზაქე გახარებული აი ამ განკაცებული ღმერთის სტუმრობით აღიარებს ერთი მხრივ თავის სოდებს და მეორე მხრივ იწყებს გამოსწორებას. კერძოდ ის ამბობს რომ უფალო მე ვისაც რა წავარვთი 4 წილად მივაგებ უკან და მაცხოვარი ამბობს სიტყვებს დღეს იქმნა ცხოვრება ის სახლისა ამის. ანუ დღეს მოხდა ამ სახლის ცხოვრება, გადარჩენა, სიცოცხლე, ცხონება. ვინაიდან ესეც შვილი აბრაამისი არის ბრძანებს ის საქეზე და რადგანაც მოვიდა ღმერთი მოვიდა მოძიებად და ცხოვრებად წარწმედულისა. აი ამ სახარებას ეს სახარება წაიკითხება დამდეგ კვირას. ასაკვირველია განმარტება ძალიან მრავალ წახნაგოვანია ამ საკითხისა. თქვენის ნებართვით რამდენიმე წახნაგს გამოვყავთ. პირველი ის რომ რატომ მაინცსა და მაინც ამ საკითხით იწყება დიდ მარხვისთვის ზადება, როგორც უკვე მოგახსენეთ. რადგანაც მარხვისთვის ზოგადად აუცილებელია ადამიანმა დაინახოს ღმერთი. ანუ ზაქეს მიმართება ქრისტესი მაგალითად ბამბრესვი მედიოლანელი ბრძანებს რომ ეს არის ნიმუში თუ როგორ უნდა დაინახოს ღმერთმა უკაცრავად ადამიანმა ღმერთი. რას გულისხმობს ის ადის ხეზე. ანუ აქ ალეგორიულად მოიაზრება ადის, ანუ შორდება წუთისოფლის ჭაობს და მაღლდება. ანუ თუ კი ადამიანს სურს ღვთის დანახვა და აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება ფიზიკურ მატერიალური ხილვადობა, არა, ანუ ღვთის მადლი შეგრძნება თუ კი სურს, ის აუცილებლად უნდა ამაღლდეს იმ, თქვათ, ჭაობიდან, რა ჭაობის წუთისოფელშია გამეფებული. მაგრამ მხოლოდ ამაღლება არ შველის, თქვათ, მეორე მხრივ უკვე არის სურვილი იმისა, რომ ის განიწმინდოს.
აი ზაქე რომელიც უნდა ითქვას ის რომ მეზორეა და მეზორეები საკმაოდ მაშინ ასე რომ ვთქვათ საზოგადოებაში არასახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდნენ თავიანთი საქმიანობისგან ანუ ესენი ფაქტობრივად იყვნენ გადასახადების ამკრიფები და მოგეხსენება თქვენ მაშინ პალესტინა რომის დაქვემდებარებაში იყო და ფაქტობრივად ისინი რომის საქმეს ასრულებდნენ ამიტომ ეზიზღებოდა ძალიან ხალხს ამიტომ აი ზაქე რო შედის მაცხოვართან ფარისევლები ამბობენ რომ აი მაცხოვარი ვისთან შედის როგორ შედის რატომ შედის ამასთან და მაგრამ და რა თქმა უნდა სამწუხაროდ მეზორეებიც სარგებლობდნენ ამით და ამიტომ როცა ზაქე ამბობს რომ ვისაც მე წავართვი თვითონ მეაღიარებს ამას რომ ის ართმევდა ადამიანებს იმაზე მეს ვიდრე დაწესებული იყო თქვა საბაჟო გადასახადი ანუ ადამიანის მარხვისადმი მზადება რითი იწყება ეკლესია რით განგვამზადებს ჩვენ რომ დავიწყოთ ერთი მხრივ რომ მაღლდებით წუთისოფლის ჭაობიდან და მეორე მხრივ შევიგრძნოთ საკუთარი დანაშაული ვინაიდან ადამიანი მეტად ნაკლებად ყველა წამრთმევია სოდვა ზოგადად წართმევა ანუ ჩვენს თავს ვართმევთ ღვთის მადლს და ამიტომ უნდა დავაბრუნოთ ის აუცილებლად. აი ზაქეს შემდგომი მდგომარეობა როგორ არის რომ დავუბრუნებ 4 წელს, სხვათაშორის ეს 4 გზის მივაგებ. მე ეს რჯულდებაში ეწერა კერძოდ გამოსულთა წიგნში წერია რომ თუ ადამიანი მოიპარავს კრავს, მან 4 ჯერ უნდა ანაზღაუროს ეს და აქედანაც ხელმძღვანელობს ის და მეორე მხრივ როგორც აი ბასილდიდი ამბობს გამოყოფს 2 ეტაპს ზაქეში და შესაბამისად კიდევ ერთხელ ზაქეში აქ მოიგვაზრება სრულად კაცობრიობი ბუნება რომ ერთი ის მაღლდება თქვათ ამ წუთისოფლის ჭაობიდან მეორე შეიგრძნობს საკუთარ დანაშაულს და აქ ხას უსვამს სამართლიანობა უნდა აღდგეს ანუ თუ კი ადამიანს სურს რომ ღვთის ღმერთი იხილოს და ღმერთთან იყოს ის უნდა იყოს ღვთის წინაშე მართალი მაგრამ თუ კი შენ რაც დაშავებული გავს იმას არ გამოისწრილი სამართლიანობა ვერ აღდგება ამიტომ ის ცდილობს რომ აღადგინოს სამართალი ამით რომ მე რაც დავაშავე იმას ავანაზღაურებ და ამის შემდგომ ის უკვე და აქვე ის არის იმაზეც არის საუბარი ბასილდითან რომ ღმერთი ხედავს ადამიანის გულს რა თქმა უნდა მაცხოვარი არ მოუხმობდა ზაქეს რომ მასში არ დაენახა მზაობა მიმღებლობისა ისევე როგორც იგივე მათე მახარებელი რომელიც ერთ-ერთი სახარების ავტორია მათეც მეზვერე იყო და მათეს როდესაც მაცხოვარი მოუწოდებს მათე ტოვებს ყველაფერს და მას მიყვება და იქ იოანე ოქროპირი ამბობს რომ რა თქმა უნდა ეს იმიტომ ხდება რომ მაცხოვარი რატო ეძახის უამრავი მეზვერე იყო მაშინ მაგრამ მათეს მიემართება ეს თქვა იმიტომ რომ მათეს მზაობა განჭრიდა უფალმა მასში შესაბამისად ეს არის სწორედ სინერგია ანუ ნება ღვთისა და ნება კაცისა როდესაც ერთება და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება თანაზიარება ღმერთთან და ყველაზე ეს არის სწორედ ალბათ ის მომენტი მამა გიორგი რაზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ეთერის მეშვეობით ჩვენ გადაცემის მეშვეობით და ხშირად აღვინიშნავს რომ თუ ადამიანს თავად არ აქვს სურვილი რომ მიახლოს უფალს უფალი ძალით არ შეიჭრება მის ცხოვრებაში ასე ვთქვათ და თუ მზად არის ადამიანი რომ გულისკარი გაუღოს შესაბამისად მხოლოდ მაშინ მიახლება უფალს ადამიანი და შეიგრძნობს მის იდეადეს რა თქმა უნდა ეს აბსოლუტურად ნებაყოფლობითია როგორც ზაქეს შემთხვევა ეს კარგად წარმოაჩინა ნებაყოფლობითია ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა ღმერთს თქვენ იცით რომ ყველა ადამიანის ცხონება სურს ყველა ადამიანის გადარჩენა სურს და ზოგადად იესო ქრისტემ თავისი განკაცებით გამოიხსნა კაცობრიობი ბუნება მაგრამ პიროვნების გამოხსნა თავად პიროვნებამ უნდა აღასრულოს საკუთარი ღვაწლით სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ ადამიანი ვერ გახდება ამ გადამჩენელი ქრისტეს მადლმოსილების თანამონაწილე იმიტომ რომ კიდევ აი კარგად ასაჩინოებს ამას მე ქორწინათა შესახებ იგავია რა, როდესაც ქორწილში ეპატიჟება ესე იგი სახლის პატრონი ადამიანებს და ადამიანები ნაწილი მიდის იქ, ნაწილი არ მიდის. ანუ ასევეა რომ იქ ქორწილში იგულისხმება სასუფეველი. როგორც აი ადამიანს ქორწილში პატიჟებენ, მაგრამ ის გადაწყვეტს იქ მივა თუ არა რა. ასევე ჩვენც ყველანი დაპატიჟებულნი ვართ სასუფეველში, მოწოდებულნი ვართ ამისთვის და გაღებული ეს კარიბჭე სასუფევლისა ღვთის განკაცების შედეგად, მაგრამ ჩვენ იქ შევალ თუ არა
ამას არავინ გვაიზულებს. ეს აბსოლუტურად ჩვენი გადასაწყვეტია და რაც უნდა ახსნას კიდევ ერთხელ ქმედებით. მარტო სიტყვით არა და აი ზაქეს ისტორია ეკლესია ამიტომაც განაჩინებს ზაქეს ისტორიას რომ ზაქემ ეს ქმედითად აღასრულა. აი იმ ქმედებებით რაც თქვით და მათ შორის სხვათა შორის აქვე ერთ-ერთ რაღაც მასას გამოყუთ წახნახსაც ის მოწყალებითაც ეუბნება მას ხوارს რომ მე მოწყალებასაც ანუ არა მარტო ოთხგზის მივაგებ იმას ვისაც რამე დაუშვა არამედ მოწყალებასაც გავცემ და ბოლოს როგორ მთავრდება ეს სახარე მაცხოვრი რას ამბობს დღეს იქმნა ცხოვრება ის სახლის სამი სხვათა შორის იცი თქვენ რომ სახლის კურთხევის დროს სწორედ ეს სახარება იკითხება იმიტომ რომ დღეს იქმნა ცხოვრება ის სახლის სამი ცხოვრებაი ძველ ქართულად სინონიმები იყო ცხოვრება ცხონება და სიცოცხლე სინონიმები გახლავთ შესაბამისად სახლის ცხონება ამაზეც სამახვილებენ ეგზეგეტები ყურადღებას რას ნიშნავს სახლის ცხონება სახლი აქ იგულისხმება ოჯახი რომელიც ამ სახლში ცხოვრობს და მე რა თქმა უნდა ის კედლები სადაც ეს ოჯახი მყოფობს და გადარჩა იმით რატომ რითი გადარჩა ერთია ზაქეს სურვილი რომ გადარჩეს ანუ ერთი ადამიანის სურვილი რომ გადარჩეს მაგრამ თუ რაც არ უნდა შენი სურვილი იყოს თუ ღმერთი არ მოვიდა შენთან შენ მაინც ვერ გადარჩები იოანე ოქროპირი ამბობს რომ გადარჩა ეს სახლი იმიტომ რომ გადარჩენა არის იქ სადაც არის ქრისტე ქრისტე მივიდა და სწორედ იმიტომ გადარჩა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აღნიშნავ ბზაობა შეიძლება ადამიანს კონდეს ღვთის მიღებისა და სწორედ ამ შემთხვევაში მოდის მასთან ღმერთი მაგრამ რაც არ უნდა მზად იყოს ადამიანი რაც არ უნდა გააკეთოს მან რაც არ უნდა მოიმოქმედოს თუ ღმერთი არ მოვიდა მასთან ეს გადარჩენა ეს ცხონება ვერ და არ აღესრულება ამიტომ ეს არის საბოლოო სიტყვას ღმერთი ამბობს მაინც ადამიანის ცხოვრებაში ზოგადად თქვენ ბრძანეთ რომ აი იწყება მოსამზადებელი კვირა საქეს კვირა წოდებული და ეს სახარება იკითხება და პირველი ასპექტი რასაც ხალხს გაუსვით რომ ალეგორიულად ეს ათის ხეზე უნდა ამაღლდე რომ ღმერთი დაინახო. მოგვიწოდებს თუ არა ეკლესია იმისკენ რომ ჩვენ სანამ მარხვას დავიწყოთ ღმერთი დავინახოთ. ღმერთი შევიცნოთ იმიტომ რომ აზრი კონდეს მარხვას. ხშირად არის რომ აი ამ ყოლაფრის გარეშე როცა ვიწყებთ მარხვას, გაუაზრებელი ხდება მარხვა და ჩვენ რაღაც გამოგონილი ღმერთი, ჩვენ რო ღმერთი გვაწყობს, ეს ღმერთი გვინდა და არა ის ღმერთი რომელიც უნდა იყოს. არის თუ არა ესეთ ჩადებული რომ სწორედ ამ სახარებით და ამ მომენტით მოგვიწოდებს სამზადის წმინდა ეკლესია. სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი რაც აქ არის გახმოვანებული. კერძოდ რომ აი რაც ვისაუბრეთ რომ ღვთის დანახვა, ანუ ღვთის შეგრძნება, აი რა არის ღვთის დანახვა, ესეც თქვათ, ხო? აღნიშნეთ რომ ეს არ ნიშნავს აქ ფიზიკურ მატერიალურ ხედველობას, მას რას ნიშნავს? აი მაგალითად თქვენ გახსოვთ ფსალმში წერია ასე თქვები იხილეთ და შეიგზენით და იხილეთ რამე თუ ტკბილარს უფალი. ანუ ჯერ არის თანამედროვე ქართულად შეგრძნება და მერე ხილვა. თქვათ, მე ბასილ დიდი განმარტავს ფსალმონის აღნიშნულ ბულს და ამბობს რომ თქვათ მატერიალურ ყოფაში პირიქით არის ჩვენ რომ რაიმე შევიგრძნოთ, ჯერ უნდა ვიხილოთ ის, არა? მაგალითად რაღაც ნახატი რო შეაფასო, უნდა იხილო, რაღაცა რო დააგემონო, უნდა დააგემონო ჯერ და მერე უნდა შეაფასო. მაგრამ აქ პირიქით არის. შენ ჯერ უნდა განიწმიდო, საღვთო მადლი შეიგრძნო და შემდგომ იხილავ მას, იხილავ შეგრძნებითად. აი, ცხრაინტარავაში წერია, ხო, ნეტარი იყვნენ რამე თუ მათ ღმერთი იხილონ, ანუ ნეტარი იყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. აი, სწორედ ღვთის ხილვის წინაპირობა არის განწმედა საკუთარი გონებისა და საკუთარი გონების განწმედა ვერაფრით ვერ მოხდება თუ არ მოხდა ის საფეხურები რაც ჩვენ უკვე აღნიშნეთ ანუ თუ არ ამაღლდა კაცი ამ წესობიდან ეს სიმაღლეც რა თქმა უნდა სიმბოლური ხასიათისა გაახლავთ ეს არაერთხელ არის მსგავსი პასაჟების სახარებაში მაგალითად მაცხოვრი რომელიც ფერისვალების მთაზე ნათელს იღებს მაღლდება ელეონის ანუ იგივე ზეთისხილისთიდან იქაც სიმბოლურად მთა განიმარტება გეგზეგეთთაგან როგორც წუთისოფლისგან ამაღლებული ადგილი ანუ ადამიანი მაღლდება რა გონებით გარდაქმნის საკუთარ გონებას შეიგრძნობს აი ესეც აქედან იწყება გამოსწორება შეიგრძნობს საკუთარ დანაშაულს აღიარებს მას და ქმედითად იწყებს მის გამოსწორებას აი როდესაც ამ ყველაფერს ადამიანი შემოიკრებს საკუთარ არსებაში უკვე ის იწყებს ღვთისკენსულობას და აი თქვენ რა ბრძანეთ მარხვის მოსადებელი პერიოდის დაწყება სწორედ ამ სახარებისეული კითხვით არა ანუ ეს ფაქტობრივად ეს სახარება თუ შეიძლება ითქვას მთელი მარხვის ზოგადად ქრისტიანულ არს მოიცავს ანუ ერთი მხრივ ადამიანი
ინდომებს ღვთისკენ სვლას, ან მოკლეს შინაარსი ეს არის ამის ინდომებს ღვთისკენ სვლას ზაქეს სახით, ამისთვის ისტოვებს ცოდვილ ცხოვრებას, ცდილობს ღვთის დანახვას, უსამართლობას სამართლიანობით ანაცვლებს, მოწყალებას გასცემს და ამ ყველაფრის შედეგად მასთან მოდის ქრისტე. და ქრისტე ამბობს რომ დღეს იქნა ცხოვრება ის სახლისა. ანუ ქრისტემ ამის მომდომ ადამიანს მიანიჭა გადარჩენა და ხსნა და მიანიჭებს ყველას. და მარხვა სწორედ ეს არის რომ ჩვენ განვიწმინდოთ და მივიახლოთ ქრისტეს. აღმდგარ ჩვენთვის, ჩვენი ცოდვებისთვის მომკვდარ და სიკვდილზე გამარჯვებულ ღმერთს. სულ წუთი გრჩება, მამა გიორგი, მოკლედ მინდა ჩვენ ამაზე ცხადია უკვე გვექნება საუბარი, მაგრამ რადგან წყება სამზად ისე მოსამზადებელი. რამდენად მნიშვნელოვანია რომ სწორედ აქედანვე დავიწყოთ, იმიტომ რომ შეიძლება გვემართება ხოლმე რომ აი როცა მარხვა დაიწყება უშუალოდ იქიდან ვიწყებ და თქოს ეს პერიოდი არ არის მნიშვნელოვანი. არა და ეკლესიაში არ შეიძლება შემთხვევით იყოს რამე. ეს არის ყველაფერი ჩვენთვის. განმამზადებელი პერიოდია, როგორც უკვე მოგახსენეთ და ეს კვირიაკი ამით იწყება და კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ რა თქმა უნდა მარხვის სწორი გააზრება, რაზეც თქვენ გააკეთეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარხვა კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ ეს არის გარდაქმნა ადამიანისა, განწმედა ადამიანისა და საინტერესოა, რატომ უძღვის ის დღესასწაულებს, ამ შემთხვევაში აღდგომის დღესასწაულებს, იმიტომ რომ დღესასწაული ეს არის სულიერი მადლმოსილება კაცისა, ადამიანმა უნდა შეიგრძნოს საღვთო მადლი, მით უმეტეს აღდგომისას, რომელიც ყველაზე დღესასწაულია, მაგრამ ამ საღვთო მადლს ვერ შეიგრძნობს ადამიანი, თუ კი არ განიცდის იმ განწმედას და ტკივილს თუნდაც, რაც უკავშირდება, თქვათ, მარხვას. მარხვას, ხათაშორის ეს ტერმინი თვითონ არის ძველ ქართულ ნიშნავს დამარხვას, და ამ, ასე ვთქვათ, დამარხულის განცდას. აი ამასთვის გვამზადებს ჩვენ წმინდა ეკლესია, შემდგომ მოდის მარხვა და შემდგომ გვირგვინდება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, მამა გიორგი. შევახსენებთ ძმელს, სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე გვესაუბრებოდა.